სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. აი ქრისტიანული მოძღვრება არის სახარებები, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ აი მაგალითად მათე, მარკოზი და ლუკას სახარებებს სინოპტიკური სახარება ქვია, იოანეს სახარება წინასწარმეტყველებითია, გამოცხადებითია და სულიერი არის უფრო და სინოპტიკური ნიშნავს ინფორმაციას, ძირითადად ინფორმაციას რო გვაწვდიან და არის სახარებისეული მონაკვეთები წირვა-ლოცვის დროსაც, რომელიც მოგვითხრობენ რაიმე ისტორიას, ან რაიმე სასწაულს მოგვითხრობენ, ან რაიმე ინფორმაციას გვაწვდიან, ან სწავლა დამოძღვრითი არის, ან ისტორიული არის, ან წინასწარმეტყველებითი. და დღევანდელი სახარება, რომელიც მოწამის ხსენებას იკითხება, არის სწავლა დამოძღვრითი, მოძღვრავს ჩვენ უფალი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ თითქმის აი ყველა წირვის დროს ვამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, რომ გაიგოს რა არის ქრისტიანული მოძღვრება. და აი იოანეს სახარება, როგორც გითხარით, აი სულიერია და იოანეს სახარებაში ძირითადად არის აი გახსნა და გამოთარგმანება აი ამისა, თუ რა არის ქრისტიანული მოძღვრება. აი ახლა ნახეთ, ესე იგი ქრისტე მოვიდა ამ ქვეყნიერებაზე, რისთვის მოვიდა ჩვენ უკვე ყველამ კარგად ვიცით, ადამიანი იყო ცოდვის და ჯოჯოხეთის ტყვეობაში და ვერანაირი საშუალება მას ვერ გამოიხსნიდა, კაცისა მიერ იყო შეცოდება და კაცისა მიერ უნდა მოხდარიყო გამოხსნა აი ცოდვის და ჯოჯოხეთის ტყვეობიდან და ესეთი კაცი არ დაიბადა, რომ ესე რომ ვთქვათ გამოეხსნა ადამიანი ცოდვის და ჯოჯოხეთის ტყვეობიდან, ამიტომ ქრისტე განკაცდა, თვითონ ღმერთი განკაცდა. აი იმდენად უყვარს ადამიანი, რომ სხვანაირად რომ არ შეიძლებოდა, აი თვითონ განკაცდა, თვითონ გაიარა ეს გზა, აბსოლუტურად შეიმოსა ხსნადი ხორცი, ჩვენ რაც მოსია, ეხლა ეს ხორცი შეიმოსა, მოდ აღდგომის შემდგომ აღარ არის უკვე ის ხორცი, სხვა განღრთობილი ხორცია და მოვიდა ამ ქვეყნიერებაზე და ნახეთ როგორ აი დღევანდელ სახარებაში წერია, რომ ვის თქვენ მოგიძულაო, თქვენო ზულთო სოფელს, მაგრამ პირველად მე მომიძულაო. ნახეთ როგორ არის აი ქრისტე მოვიდა და ქრისტეს რაც დახვდნენ და რაც დაახვედრეს, ამ ხვედრს იზიარებს ყველა მორწმუნე. ამიტომ დღევანდელი სახარება ამ სიტყვებით იწყება, რომ ამ უკვე თუ სოფელი გძულოს თქვენ უწყოდეთ, რამე თუ პირველად მე მომიძულა და უკვე თუმცა სოფლისაგან იყვენით, სოფელიმსათვის და ყვარობდა. სოფელს რა უნდა, ანუ სოფელში გულისხმება ეს წუთი სოფელი. აქ რაც უფრო ადამიანი, რაც უფრო პირმოტნია, რაც უფრო მლიქვნელია, რაც უფრო დაუშვათ უფრო ერგება ამ წუთი სოფელს და ამის შესახებ მე დავით მესამონი ამბობს, შეიძლება მაგალითად უკეთური ადამიანი წარემატოს, აი როგორი პირსისხლიანი იმპერატორები იყვნენ, ხო? ერთ-ერთი თანამედროვე წმინდა პანტელეიმონ კურნალის სცენებარი დღეს და მისი თანამედროვე მაქსიმიანე იმპერატორი დიოკლეტიანე, ივლიანე განდგომილი, მაგრამ ღმერთი უშვებს ამას. მაგრამ ამის შესახებ მე დავით მესამონი ამბობს, ვიხილე უღმრთო უფროს აღმაღლებული და აღმატებული ვიდრე ნაძვთამდე ლიბანისათა და თანაწარხვე და აჰა არა იყო. ესე იგი შეიძლება უღმრთო წარემატოს ამ წუთი სოფელში და მაგრამ ეს არარავობა არის, ჩვენ უნდა ვიცოდეთ. რაც შეეხება ქრისტიანებს, ჩვენ რა არის, აი თუ ვართ ქრისტიანები, ხო? ქრისტეს გზა ესეთი არის. ქრისტე მოვიდა, მოიძულეს. ნაწინასწარმეტყველებიც იყო. ამის შესახებ ამბობს კიდეც უფალი, რომ რათა აღსრულდესო წინასწარმეტყველება, რომელიც წერილიო, რომელიც იტყვისო,
რამე თუ მომიძულეს მე ცუდად. აი ეს ნაწინასწარმეტყველება ცუდად, ანუ არა უსამართლოდ, არასწორად. ხო და აი დღეს ჩვენ პანტელეიმონ კურნალის ენებას აღასრულებს ეკლესია მოისენიოს წმინდა პანტელეიმონ კურნალს და იცით ეს დიდი წმინდანი არის. ქართველ ხალხს უყვარს ძალიან წმინდა პანტელეიმონ კურნალი და ხშირად მიმართავს ხოლმე. ხშირად მიმართავენ მას იცით თქვენ სნეულების დროს წმინდანები რა 8 წლის გაიარეს შესაბამისად ევედრებია ხოლმე პანტელეიმონი მკურნალი იყო. დიდარ ოჯახში იზრდებოდა, მამამისი წარმართი იყო, დედა მართლმორწმუნე იყო, ევბულა. აი რამხელა მნიშვნელობა. ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ მამამისი აბსოლუტურად წარმართულად ზრდიდა და წარმართული განათლება მისა, დედამ მაშინ ჩადო აი ესეთი კეთილგონიერება და ერთხელ, როდესაც მიდიოდა იგი შეხვდა ერთ-ერთ სახლში ცხოვრობდნენ ქრისტიანი მართლმადიდებელი სასულიერო პირები, რომელთა ხსენებას გუშინ იყო, ესენი იყვნენ მღვდელმოწამე ερμოლაოსი, ερμიპე და ερμოკრატე. ნიკომიდიელი ხუცესნი. აი ესენია გუშინ იყო მათი ხსენება, ερμოლაოსი მღვდელმოწამე არის წმინდა პანტელეიმონ კურნალის მოძღვარი. და შეხვდა პანტელეიმონ კურნალი და ხუცესმა უკადაგა, მღვდელმა უკადაგა მას მართალის არწმუნოება და წარმართობის ამოება. და იქიდან რომ წამოვიდა მერე პანტელეიმონი გზაში ნახა ასპიტის და გველს ბავშვისთვის ეკვინა და ეს ბავშვი გარდაცვლილი იყო და ეს ასპიტის იქვე იყო საშინელი გველი და ესეთი რაღაცა თქვა რომ აი ღმერთო თუ გინდაო რომ შენი მსახური ვიყო მთელი ცხოვრებაო გააცოცხლეს ბავშვიო. და როგორია წარმოიდგინეთ მოусმინა ღმერთმა. ეს ბავშვი წამოდგა და ის ასპიტის გასკდა იქვე და მოკლედ ხო და ამის შემდგომ მან დაბრუნდა ისევ ερμოლაოს ხუცესთან და ნათლობას თხოვა, ნათლისღებას თხოვა, რა თქმა უნდა მონათლეს იგი და ღმერთმა მას მისცა სასწაულთქმედების, სასწაულად კურნების ძალა. ისედაც გასწავლული იყო მკურნალობაში. მამამისმა მიაბარა ერთ-ერთ მასწავლებელს, რომელიც იმდროინდელი საუკეთესო ექიმი იყო, ახლა სამეფო კარის ექიმი იყო, წარმოიდგინეთ, ახლა რადონის ექიმი იქნებოდა და იმისგან იყო გასწავლული, მაგრამ ის რა თქმა უნდა დარს ვერ აღადგენდა და ბრმას ვერ აუხელდა თვალს და პანტელეიმონი კიდე ამ სასწაულებს ახდენდა ღვთის მოწყალები და ღვთისშეწევი. ხო და ეს მაშინდელი მკურნალები დარჩენ, ესე რომ ვთქვათ, ყველა მოდიოდა პანტელეიმონთან და აღეზრა ჩური და დაასმინეს იმპერატორთან. ამ დროს პანტელეიმონი უკვე იმპერატორის კარზე ცხოვრობს, წაიყვანა იმპერატორმა როგორც მისი სამეფო კარის ექიმი. იმდენად წარმატებული ექიმი იყო და დაასმინეს აი მაშინდელმა ქურუმებმა, მკურნალებმა და წარადგინეს სამჯავროზე და პანტელეიმონმა აღიარა რომ იყო ქრისტიანი. და რას აშავებდა ეხლა ნახეთ, აი რა დააშავა პანტელეიმონი. მაქსიმიანე მოთხოვა მას საქვია კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი. და უთხრა რომ მე ქრისტიანი ვარო, ჩემი რელიგია ამას არ ითვალისწინებს. აი რა დააშავა მითხარი. რის გამო მოიძულეს, რის გამო აწამეს საშინელი წამებით, მიუხედავად ამისა, რომ არაფერი მას არ დაუშავებია. რა არის ესა? პირველ რიგში წინასწარმეტყველება არის იმის ქრისტეს შესახებ, რომ რამე თუ მომიძულეს მე ცუდად, რასაც დღევანდელ სახარებაში ამბობს უფალი და მეორე თვით უფლის მიერ ნათქვამი, უკვე თუ მე მომიძულეს თქვენცა მოგიძულებენ და აი ესე მოძულება, აი რო გადახედოთ დღევანდელ დღეს ქრისტიანობა, აი პანდემიის პერიოდი გავიხსენოთ, ხო, რას ვაშავებდით მაშინ მორწმუნე ადამიანები. მე თუ მინდა კაცო მივიდე, იქნება ისე მიყვარს ქრისტე, რომ მივიდე ეკლესიაში და თუ გინდა მოვკვდე იქა. რას ვაშავებ მე ახლა ამე, ჩემი ნება არ არის, ჩემი თავისუფლება არ არის. გახსოვთ ხო როგორი აგრესია იყო ლამის ისა რა ქვია, რა ვიცი მე რა გამოგვიყვანის ხო და ასეა, აი ქრისტიანობა არის, ქრისტიანობის ხვედრი არის ესა. ხო და ჩვენ ამას მაგრამ აი იცით რა არის ნუგეშის დიდია, ნუგეშის დიდი არის როდესაც ადამიანი მართლმორწმუნეა და ერთგულებს უფალს
ნუგეშიც არის ძალიან დიდი. აი წირვის დროს მაგალითად ჩვენ ვკითხულობთ ამას ანტიფონები ქვია გამოსახველობითი და აი ამ ანტიფონებში ძალიან დიდი ნუგეში არის ნათქვამი ვითარცა სწავლობს მამა შვილთა შეიწყალა უფალმა მოშიშნი მისნი. აი ნახეთ, აი როგორც მამაო შვილს სწავლობსო, ესე უყვარს უფალს თავისი მოშიშიო. და უფალს რო ესე უყვარხარ შენ შვილივით, რიღასი უნდა გეშინოდეს, ხო? ამიტომ გვაქვს ჩვენ ესეთ სიტყვები, ოქროს სიტყვები, უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს. ხო და ხო წყალობა უფლისა საუკუნიდან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა. ესე იგი უფლის წყალობა მოშიშთა მისთა ზედა მარტო აქ არ არის, უკუნისამდე, ანუ მარადიულად არის. და ეშმაკის წყალობა მის მოშიშებზე და მსახურებზე ერთი წამით არის. ერთ წამით აავსებს და მერე როგორც აი ევას რო უთხრა, ხა შეჭამე და იქნები ვითარცა ღმერთი. და ევას ისე გაუხარდა, ისე გაუხარდა, რომ წარმოიდგინა, ვითარცა ღმერთი, მაგრამ შეჭამა და რაქნა. სამოთხე დაკარგა, ადამის დაკარგა, ის ჰარმონია დაკარგა, რაც ჰქონდა მასთან. ის საშვებელი დაკარგა სამოთხეს, ხო? რამე თუ რავდნენ მაღალ არიან ცანი ქვეყანისაგან განაზლიერა უფალმა წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა. Როგორცო ცაო მის ქვეყანისგან მაღალი არისო, ისე მაღალია უფლის წყალობა თავის მოშიშთა ზედაო. და პანტელეიმონ მკურნალი კი აღესრულა აქ, მაგრამ უფლის წყალობა საუკუნეოდან და უკუნისამდე არის მის ზედა და დღესდღეობით აი ვინც ის აწამეს მაგალითად რო ავიღოთ იმ პიროვნებების სახსენებელი აღარ არის საერთოდ. და პანტელეიმონ მკურნალს კიდე მთელი მსოფლიო მოწიწები და გრძალვით ევედრება და მიდიან და მისი სიწმინდეები მთელ მსოფლიოში არის გაბნეული. და მიდიან უამრავი ადამიანები ათასეული და წყალობას გამოითხოვენ მისგან და შეგვეწევა კიდეც წმინდა პანტელეიმონ მკურნალი ყოველ განსასწრელი ჟამს ჩვენ უნდა ვიცოდეთ ახლა რაზე ვლაპარაკობთ, რომ ქრისტიანები მოძულებული ვართ, დაკნინებული და რო გითხრათ, ახლა რა გითხრათ, რით გაგახაროთო, ჩვენ თუ ველოდებით რაღაც ამ ქვეყანაზე რაღაც დიდებას და შვებას და განცხრომას, არა, ტყუილია ეგა. ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რომ ვიწრო გზა არის მისთვის ამ წუთის სოფელში, მაგრამ უკუნისამდეა და უფლის წყალობა მის ზედა, ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ და როგორც განადიდა უფალმა თავისი წმინდანები, აი რა ეხა იქ რო გავიხსენოთ, ახლა პანტელეიმონ მკურნალი დაჯიჯგნეს რაღაცა რკინის საჯიჯგნები და ურმის თვალზე და რა ვიცი რა წამება აღასრულეს მის ზედა, მაგრამ უფალმა გააძლიერა და უფალმა ესე მისი სახსენებელი ნეტარხო და თუ კი ადამიანი იმ ცეცხლში, იმ ქურაში, რომელშიც გამოხურდები ჩვენ ყველა გავდივართ აი ამ რაღაცა გზას, ამ განსასწრების გზას და თუ კი ადამიანები უერთგულებთ უფალს, უფლის ერთგულება კიდე რას ნიშნავს, რომ ჩვენი წილი რაც იქნება მადლიერები და ვაჟკაცურად გადავიტანოთ და უფლის წყალობა არ დააყოვნეს ჩვენ ზედაც, როგორც აი ეს სახეთ და მაგალითად დაიდო, აი როგორც წმინდანები დაითმინეს საშინელი ტანჯვა, საშინელი ყივილები, საშინელი წამება, მაგრამ დღესდღეობით ვინ ყავს იმაზე დიდი, ვინც წმინდა გიორგი მაგალითად იგივე პანტელეიმონ მკურნალი, აგერ ქეთევან დედოფალი, აგერ სხვა მოწამეები, ვინ ყავს ამაზე დიდი და ძვირფასი და ეს ყველაფერი როგორც პავლე მოციქული ამბობს გვიდევს ჩვენ როგორც ცოცხალი ძეგლი, მეტყველი ძეგლი იმისთვის რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ქრისტემ გვითხრა ჩვენ რომ სოფელსა ამას ჭირი გაქვთ არამედ ნუგეშინი, რამე თუ მე მიძლევიე სოფელს. და მოციქული ამბობს რა არის ძლევა? ძლევა არის ის რომ ჩვენ მირწმუნოთ ვითარმეთ იესო ქრისტე არს ძეღვთისა. დღესაც შეგვახსენებს პავლე მოციქული სამოციქულოში რომ მოიხსენე შვილო ტიმოთე მოიხსენე იესო ქრისტე აღდგომილი მკვდრეთით. მკვდრეთით აღდგომილი, ანუ მოიხსენე რომ ქრისტე მოვიდა ამ ქვეყანაზე, მოკვდა და აღდგა მკვდრეთით. აი ეს არის. მოკლეთა ეს არის ჩვენი მოზღვრება. იესო ქრისტე აღდგომილი მკვდრეთით.
რომელიც ინებებს და მოგცემ ჩვენს იმის მადლს, რომ განვლოთ ეს ღვთისმსოფელი და მივემთხვიოთ იმ სამყოფელს, სადაც ყოფობს წმინდა პანტელეიმონ მკურნალი, რომელსაც ახსენებასა დღეს აღვასრულებ და სხვა წმინდანები მადლითა და წყალობითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელიცაც თანა მამასა ჩვენის დიდება სული წმინდით ურთ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.